ანა, დიდი მადლობა. ანა გორგოძე, თავდაცვის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების ყოფილი, სამწუხაროდ ყოფილი მთავარი სპეციალისტი. დიდი მადლობა შენი დროისთვის, ანა. და იცით რა, მე მაინტერესებს ვისაუბროთ, რას წარმოადგენს ზოგადად პერსონალური მონაცემების დაცვა ძალოვან უწყებაში, თავდაცვის სამინისტროში, რა სენსიტიურ ინფორმაციაზე ვსაუბრობთ და რატო არის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის უსაფრთხოება ზოგადად. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. იმისათვის რომ გავიგოთ თავდაცვის სამინისტროსთვის რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემთა დაცვა, ზოგადად ძალიან მოკლედ ვიტყვი, რას ნიშნავს საერთოდ პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემთა დაცვა გამომდინარეობს პირადი ცხოვრების უფლებისგან, პირადი ცხოვრების უსაფრთხოების უფლებებისგან და ამის შემდგომში უკვე დაზუსტდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით. ეს არის გათვალისწინებული ჩვენს კონსტიტუციაში და რომლის საფუძველზე მიიღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა 2014 წელს, რომელიც ახალხან განახლდა 2024 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში ახალი კანონი, რომელიც სრულ თანხმდრაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, დირექტივასთან. შეეცადნენ, რომ რაც შეიძლება და მიახლოებული ყოფილიყო ამ დირექტივასთან, GDPR-თან კონკრეტულად. საერთოდ პერსონალური მონაცემი ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს, რომელიც შეიძლება იყოს ეს ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი. ანუ რას გულისხმობთ არაიდენტიფიცირებადი ეს არის, როდესაც მაგალითად ვიცი ტელეფონის ნომერი მხოლოდ და მხოლოდ მაქვს შესაბამისი ბაზა, ასე ვთქვათ, და ვაიდენტიფიცირებ, რომ ეს ტელეფონის ნომერი მეკუთვნის დავუშვათ ანა გორგოძეს. თვითონ ეს პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირად ცხოვრებაში ჩარევად ითვლება, როდესაც ხდება უკანონოდ ან გამჟღავნება, ან გაჟონვა პერსონალური მონაცემების, პირად ცხოვრება საკმაოდ ფართო ცნება არის, მათ შორის ამ ნაწილსაც მოიცავს და რა თქმა უნდა, როდესაც თავდაცვის სამინისტროზე ვსაუბრობთ, როდესაც ყავს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ამ სფეროში ხდებოდეს რაც შეიძლება ზედმიწევნი პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოების გარანტია, რომ ესეთი მონაცემები არ ჩავარდება ესეთი, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ტრის ხელში, სრული სახელმწიფოს ხელში. კი ბატონო, არა მარტო ეგ საკითხი სხვა, რა თქმა უნდა, გაჟონვის საკითხი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის ან სხვა ადამიანისთვის შეიძლება პრობლემური იყოს, მაგრამ განსაკუთრებით სრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს ამით არა მარტო თვითონ კონკრეტულად ფიზიკურ პირს, არამედ შეიძლება ქვეყანასაც. რა სახის ინფორმაცია შეიძლება იყოს მაგალითად მტრისთვის საინტერესო და რატო ცდილობს ის, რომ მაგალითად მოიპოვოს ასეთი სახის სენსიტიური ცნობები სამხედროების ან იმ სამოქალაქო პირების შესახებ, ვინც თავდაცვის სამინისტროში ან ზოგადად ძალოვან უწყებებში მუშაობენ? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, შეიძლება იყოს ლოკაცია მაგალითად, ლოკაციაც შეიძლება რომ მოიპოვოს, სად ხდება თუნდაც სად მოძრაობს, მაგალითად სად ხდება წვრთნები, სად ხდება მის მომზადება, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პოზიცია შეიძლება იყოს მისთვის საინტერესო, რა კონკრეტული რა მიმართულებით მუშაობს ეს ადამიანი და რას ახორციელებს მის საქმიანობაში და მისთვის ეს იყოს საინტერესო და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ინფორმაცია. მაგალითად ლოკაციებზე იყო საუბარი ადრე, მათ შორის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი თანამშრომლები საუბრობდნენ, რომ ესეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად Yandex-ი, პირდაპირ აგზავნიდა ამ მონაცემებს რუსეთში, ცენტრში, ლუბიანკაზე სადღაც. კი, იყო ესეთი. ამასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმაც იმსჯელა, ეს არის მარეგულირებელი ორგანო საქართველოში, რომელიც კურირებს, ასე ვთქვათ, ამ საკითხებს და დარღვევების შემთხვევაში ხდება შესაბამისი ან ჯარიმის, ან გაფრთხილების, ან დავალების გაცემა. და ამ Yandex-ის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს იყო თალსახად დარღვევა, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც ხდება აპლიკაციის მეშვეობით მონაცემების დამუშავება, აუცილებლად უნდა ხდებოდეს, უნდა გქონდეს ამ კომპანიას ჯერ ერთი პოლიტიკა, როგორ ახორციელებს ამ მონაცემების შეგროვებას, შენახვას რამდენი ხნით, ვის გადასცემს ამ ინფორმაციას. ეს ხდებოდა სრულად, ასე ვთქვათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის გარეთ.
აბსოლუტურად უმიზნოდ, რატომაც ხდებოდა ეს გადაცემა რუსეთის სახელმწიფოსთვის. სხვათა შორის, როდესაც საუბრობთ სამხედრო მოსამსახურებზე, ერთ ძალიან საინტერესო кейსი იყო ბრიტანეთში 2023 წელს თუ არ ვცდები. მოკლედ ბრიტანეთი ავღანეთში, როდესაც თალიბანმა აიღო მოკლედ ხელისუფლება, ჩაიგდო ხელში, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, ის ადამიანები, ავღანელები, რომლებიც თანამშრომლობდნენ დიდ ბრიტანეთთან, მიწერეს სპეციალურ განყოფილებას, რომელიც ამას კურირებდა თანამშრომლობის საკითხებს და სთხოვეს თავშესაფარი. ბევრი ადამიანი, დაახლოებით 300 ადამიანამდე იყო ესეთი და როდესაც სამწუხაროდ განყოფილებამ ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, reply all მიაწერა ისე რომ არ დაფარა სხვა მონაცემების, ანუ მაგალითად მე და თქვენ თუ მივწერეთ, ანუ და reply all-ს თუ დააჭერთ, მე ვხედავ თქვენს მისამართსაც და ვხედავ თქვენ რა მიწერეთ განყოფილებასაც და მოხდა ისე რომ მოხდა ამ 300 ადამიანის ინფორმაციის გაჟონა, მათ შორის ლოკაციებისაც და მათ შორის ეგრეთ წოდებული ქართულად სამწუხაროდ არ ვიცი, thumb lines რო ეძახიან email-ზე გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენ ფოტო ავტვირთოთ. ამ ფოტოების გაჟონვას. რაც პირდაპირ საფრთხე იყო ამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობის, იმიტომ რომ დარწმუნებული ძალიან ბევრიც მოკლეს. კი, ზუსტად, ანუ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონა მოხდა. აი ესეთი მცირე დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს დაცული. აი ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ აი თავდაცვის სფეროს პირდაპირ ეხება ეს საკითხი, რატომ შეიძლება იყოს ეს ინფორმაციის გაჟონვა ესეთი, ასე ვთქვათ, დამღუპველი ადამიანებისთვის. ჩვენ ცოტა ხნის წინ ისიც აღვნიშნეთ, რომ გერმანიაში აღმოჩნდა საქართველოს ბევრი მოქალაქის მონაცემი, სულაც არ არის გამორიცხული, რომ იქ ყოფილიყვნენ ის თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მუშაობენ და მსახურობენ, ხო? აი ამ შემთხვევაში რა სახის საფრთხეზე შეგვიძლია ვისაუბროთ ზოგადად? ეს მონაცემები არ ვიცით, ვის ხელში არის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს გერმანიაში მოხდა გაჟონვა ამ ინფორმაციის, ანუ რეალურად პირველ წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის შეგროვების, ჯერჯერობით მე როგორც წავიკითხე, ყოველ შემთხვევაში დავუდგენთ, ჩვენ არ ვიცით, ვის აქვს კიდევ ეს მონაცემები. ეს მონაცემები არა მარტო რაღაც სახელს და გვარს მოიცავდა, ეს მონაცემები იყო ტელეფონის ნომრები, მისამართები, მათი იურიდიული ფაქტობრივი მისამართი, ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო თავდაცვის მე მგონი მთლიან საქართველოს მოსახლეობას ეხებოდა. ეს შეიძლება გამოიყენოს არალეგალურად დაუშვათ. იგივე შეიძლება მოხდეს კიბერუსაფრთხოების საკითხების დარღვევა, ხო, აი phishing-ს რასაც ეძახიან, ამ კუთხითაც გამოიყენოს რომელიმე ორგანიზაციამ ან ფირმა ეს მონაცემები ძალიან ბევრი გამოყენების სფერო აქვს ინფორმაციას. ამიტომ ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საკითხიც გაჟონვის ძალიან ესეთი ინციდენტები არის. ან თქვენ რამდენიმე წელია ამ განყოფილებაში მუშაობთ და პრინციპში ახლად ჩამოყალიბებული განყოფილება ხქვია, ხო? მაინც რას მოიცავს თავის თავში ამ განყოფილების მუშაობის სპეციფიკა, რაში მდგომარეობს ზოგადად? განყოფილება შეიქმნა 2016 წელს. 2017 წლიდან მე შევუერთდი ამ განყოფილებას და ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა არ არის რაღაცა კონკრეტული ერთი მიმართულება, არის ძალიან მრავალმხრივი. ეს შეიძლება ეხება უბრალოდ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ნებისმიერ ფუნქციას. აი მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული HR-ის ადამიანური რესურსების საკითხები, ხო? ანუ იგივე სამოქალაქო პირი თუ სამხედრო მოსამსახურე, როდესაც მოდის სამსახურში პირველად, რა მონაცემები გროვდება მის შესახებ? რამდენად მიზანი, რამდენად არის დასაბუთებული თითოეულ მონაცემთან დაკავშირებით, ეს არის ზოგადად, ანუ კონკრეტულად სახელი და გვარი რატომ ჭირდება, პირადი ნომერი რატომ ჭირდება და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებითაც მოგიყვებით ერთ кейს, რომელიც უშუალოდ ჩვენ გადაგვხდა, თვითონ კონკრეტულად მონაცემების შეგროვებაზე HR-ის კუთხით. გარდა HR-ისა არის ასევე მიმართულება, მაგალითად, სამედიცინო მიმართულებაც, ხო? ანუ რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს თავისი სამედიცინო დეპარტამენტი, ყავს ასევე CP ჰოსპიტალი, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეებს მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის, ჯანდაცვის საკითხებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
არსებობს პერსონალური მონაცემები იყოფა ორ კატეგორიად. ერთი არის ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი მონაცემები, სახელი, გვარი, მისამართი და ამ შემდეგ და არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომელიც არის ეხება ჩვენს ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის შესახებ ნასამართლობას, პოლიტიკური შეხედულებები, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული კატეგორიის, რომელსაც ევროკავშირი სენსიტიურ მონაცემებს ეძახის, იმიტომ რომ ეს არის მგრძნობიარე უფრო ადამიანისთვის ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება. და ევროკავშირი კიდევ უფრო შორს მიდის ხოლმე და აი მაგალითად ფინანსურ მონაცემები გაყავს სენსიტიურ მონაცემებს, რომელსაც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. როდესაც განსაკუთრებულ კატეგორიებზე ვსაუბრობთ, აი თუნდაც ჯანდაცვის კუთხით, ხო, აი სამხედრო და ასევე სამოქალაქო პირების, სამხედრო მომსახურების და სამოქალაქო პირების ჯანდაცვის, ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ძალიან სენსიტიური არის და უფრო განსაკუთრებულ დაცვას აქ ჩავერთვები შესაძლოა აქ მოხდნენ რეზერვისტები, შესაძლოა მოხდნენ წვევამდელები, ვინც ჯარში ჩაირიცხა და ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩაირიცხა. ანუ ეს არის სრული ინფორმაცია, შენი მოსახლეობა რამდენი ჯანმრთელია, სულ მინიმუმ, ხო? სულ მინიმუმ. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმებით. და ეს ცალკე სამედიცინო კიდე ცალკე მიმართულება აქვს თავდაცვას, ასევე მიმართულება აქვს მაგალითად ფსიქოლოგიური, ესეც ჯანმრთელობაში გადის თავისთავად, მაგრამ ეს კიდე ცალკე მიმართულებაა, რომელიც კიდევ განსაკუთრებით მუშაობას საჭიროებს. აქვს ასევე გამოძიების ფუნქციაც, რომელიც ასევე განსაკუთრებულ კატეგორიის მონაცემებს ამუშავებს, ხო, იგივე ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია და ასე გამოძიების ფარგლებშიც ბევრი სენსიტიური მონაცემი მუშავდება. ეს ყველა მიმართულებას ცდილობდა ყოველ შემთხვევაში განყოფილება რომ დაეფარა, იმიტომ რომ საერთოდ პერსონალური მონაცემების დაცვაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეს მარტივად სამუშაო არ არის. როგორც ვთქვი, თითოეულ მონაცემთან მიმართებით უნდა ხდებოდეს ყველა პრინციპები აქვს კანონს, ხო? აი მაგალითად, სახელი და გვარი რამდენად მიზნობრივად მუშავდება, რამდენად ჭირდება, რამდენად მოცულობის ნაწილში, რამდენად მინიმიზაციის პრინციპს ეძახიან, რომ იმაზე მეტი მოცულობა არ უნდა დავამუშავო, ვიდრე რეალურად ამისთვის მისაღწევად ჭირდება. აქ ჩაიკითხები, ეს ინფორმაცია ახლა სანამ დამუშავდებოდა, ალბათ იქნებოდა უფრო მეტი ინფორმაცია მოთხოვნილი კონკრეტული ადამიანის შესახებ და ამ გაყოფილების არსებობის უფრო ნაკლები. აი ესეც რო აგვიხსნათ, კარგი იქნება. აი მაგალითისთვის ამაზე იმიტომ ვისაუბრებ, რომ ეს ანგარიშშიც აქვს გამოქვეყნებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, აი სამოქალაქო ოფისში, როდესაც ვიღებთ თანამშრომლებს, მათ შესახებ ინფორმაციაში ერთ-ერთი მოთხოვნილი ინფორმაცია იყო სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა და თვალის ფერი. სამოქალაქო ოფისში ასეთი მონაცემების შეგროვების საჭიროება, ისეთი როგორც არის წონა, სიმაღლე და თვალის ფერი, რომელიც რეალურად არის ცვალებადი, იმიტომ რომ ეხლა წონა შეიძლება იმ დროს, როდესაც მივედი რაღაც გარკვეული წონა იყო, მე ან მოვიმატე ან დავიკეთე. ერთ-ერთი პრინციპი არის პერსონალურ მონაცემების, რომ უნდა იყოს ზუსტი და ნამდვილი ეს მონაცემები. და თავდაპირველ ეტაპზე, როდესაც ვაგროვებ სამოქალაქო ოფისში, რომელშიც რეალური საჭიროება ამ მონაცემების შეგროვების არ ამაქვს, ეს არის იმაზე მეტი მონაცემის დამუშავება, ვიდრე მჭირდება. თან და მაშინ, როდესაც გამოწვევდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ამ მიმართულებით, დაგვიდგინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდარღვევა და მოგთხოვა, რომ კონკრეტულად სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს თან მიმართებით არ მოხდარიყო ესეთი მონაცემების დამუშავება, რაც შეუცვალეთ თავისთავად. და სხვათა შორის განყოფილებას ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მანამდე უკვე ჰქონდა გაცემული, რომ ეს მონაცემები რეალურად არ არის სამოქალაქო ოფისში საჭირო. რაც შეეხება სამხედრო მიმართულებას, სამხედრო მიმართულებაში მაგალითად წონის და სიმაღლის საჭიროება დგას, იმიტომ რომ რაღაც სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არა მარტო საქართველოში, ან ყველა ქვეყანაში ეგრე არის, ხო, რაღაცა კონკრეტული სამხედრო მოსამსახურე განისაზღვრება ასევე მიმართულებები, სადაც შეიძლება რომ აი ამ კონკრეტული მონაცემების მქონე ადამიანმა იმსახუროს. იმ სამხედრო მიმართულებით ეს და ძალიან ცუდი იყო ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ჩვენთვის ძალიან ემოციური არის, ასევე ამოცნობის მიზნითაც მაგალითად ღმერთმა დაგვეფაროს სამომარი მდგომარეობის დროს თუ ვინმე დაიღუპა, ანუ აი ამ მონაცემების მიხედვით ხდებოდა ამოცნობა, ასე ვთქვათ, სამხედრო მოსამსახურის და თავდაპირველ ეტაპზე ხდებოდა ამ მონაცემების დამუშავება სხვადასხვა მიზნებისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურებისთვის სრულად საჭირო არის. მაგრამ არა
სამოქალაქო ოფისში ყოფი თანამშრომლებისთვის. აი ეს არის ძალიან დეტალური ჩაშლა ჭირდება თითოეულ მონაცემს. აი ამის თქმა მინდოდა, აი იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითი რაღაცა უფრო ნათელს ხდის. თუმცა არის რაღაცა საჭიროება, როცა გჭირდება უფრო ნაკლები ინფორმაცია და მერე შესაძლოა გაჩნდეს მოთხოვნა გაცილებით მეტ ინფორმაციასთან წვდომაზე, ხო? ახლა კიდე ერთი კითხვა მაქვს. მაშინ, როდესაც გაცხადებულად შეჩერდა ევროკავშირთან ურთიერთობა ქვეყნის, აი მან როგორ დგას ახლა საკითხი და მივდივართ იქამდე, რომ თქვენ აღარ მუშაობთ თავდაცვის სამინისტროში და წამოხვედით. ხო, და აი ეს მიზეზიც მინდა რომ განმარტოთ. მოკლედ, როდესაც შეჩერდა, ასე ვთქვათ, როგორც თქვით, ევროკავშირისკენ სვლა, თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა პეტიცია, კონსტიტუციის 78 მუხლის მხარდასაჭერად. რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ჯერჯერობით და რა თქმა უნდა, ხელი მოვაწერე ამ პეტიციას. ამის შემდგომში დაიწყო ძალიან ისეთი უცნაური პროცესი, იმიტომ რომ დეკემბერში, როგორც მოგეხსენებათ, ცვლილება შევიდა საჯარო სამსახურის შეწყებ კანონში რაღაც რადიკალური ცვლილებები და მაშინ უკვე მოლოდინი მქონდა, რომ ეს იყო იმისი საფუძველი, რომ ნელ-ნელა რეორგანიზაცია დაიწყებოდა თავდაცვის სამინისტროში და შესაძლებელი იყო ამ ხელმოწერის გამო გავითავისუფლებიდნენ სამსახურიდან. და იანვრის ბოლოს დაიწყო რეორგანიზაცია და დაახლოებით ერთ თვეში, თებერვალში, ვიგებ, რომ ჩემი განყოფილება სრულად გაუქმდა. ეს არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ადამიანი არ არის თავდაცვის სამინისტროში, ყავს ოფიცერი, ერთი ადამიანი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც როგორც ვისაუბრე, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და სრულად დაფარვა ამდენი წლის განმავლობაში, რადგან ყოფილება არსებობს, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ცოტათი უცნაური არის, როგორ შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა ამ ყველა მიმართულების, ასე ვთქვათ, თავის თავზე აღება შეძლოს. აქედან ამ ყველა პუნქტიდან თამით უმეტეს, როდესაც განყოფილება 2016 წლიდან მუშაობს. მაშინ არ იყო ახალი კანონი ჯერ კიდევ მიღებული და მაშინ უკვე ვცდილობდით, რომ ევროკავშირის სტანდარტებს დავწევოდით ამ მიმართულებით. ანუ აქ ჩაგეკითხებით, რომ ევროკავშირის სტანდარტები ამ შემთხვევაში არის ყველაზე მაღალი სტანდარტი პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით? დიახ, და ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან მიმართებით დაბალი სტანდარტი აქვს უფრო. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს თავის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და პოლიტიკა, მაგრამ აი საქართველოში ჩვენი კანონმდებლობით არსებობს ეგრეთ წოდებული თეთრი სიის ქვეყნები და რას ნიშნავს ეს? რომ როდესაც ხდება ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, თეთრი სიის ქვეყნები არის ის ქვეყნები, რომლებსაც იგივე ან უფრო მაღალი სტანდარტი აქვს, ვიდრე საქართველოს. ამ ქვეყნებში არ არის გათვალისწინებული ძალიან საინტერესო არის ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, არც რუსეთი და არც ჩინეთი და არც სხვა ქვეყნები, მაგრამ აი ეს ამერიკის შეერთებული შტატების კომპონენტი ძალიან საინტერესო არის. ამიტომაც ანუ ევროკავშირი ითვლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ყველაზე ესეთ მაღალ სტანდარტის მქონე, ასე ვთქვათ, ქვეყნების გაერთიანება. და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცდილობდა ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლება მიახლოებული ყოფილიყო მისი სტანდარტები ევროკავშირის დირექტივასთან. თუ კი ჩვენი პერსონალური მონაცემი აი ერთად გითხავთ, ჩავარდა მაგალითად არა თეთრი სიის წევრ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ან ორგანიზაციაში, ან რაღაცა გაერთიანებაში, ან ვიღაცა არასანდო ადამიანის ხელში, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩვენს მონაცემებს? ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან თეთრი სიის ქვეყანაში, ითვლება, რომ მათ არ შეუძლიათ ის გარანტიები და უსაფრთხოების ის გარანტიები შექმნან, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელდეს, გაიჟონოს. მაგალითად, როდესაც ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მიმოцло სხვა ქვეყნებთან, აუცილებელი არის, რომ ჩვენს ეს არ მარტო საჯარო დაწესებულებებს ეხება ნებისმიერ კერძო ორგანიზაციასაც, რომ ხელშეკრულებაში ან რაღაცა შეთანხმებაში იყოს გათვალისწინებული, რომ მე რომ გადმოგცემ ამ მონაცემს, შენ უნდა დაიცვა აი ეს სტანდარტები და ჩამონათვალი უნდა იყოს აუცილებლად კაფიო, რომ მას დაავალდებულო, რომ მინიმუმ იგივე სტანდარტით დაიცვას ეს მონაცემები, როგორც იცავ შენ. ეს საფრთხე შეიძლება დადგეს, რომ მან ვერ მოახერხოს ამ პერსონალურ მონაცემების დაცვა იმ დონეზე, როგორც არის დაცული ამ ქვეყანაში. და ბოლო კითხვაც,
Yandex-ი კი აღნიშნეთ და ვახსენეთ, მაგრამ Yandex-ის გარდა თუ არსებობს რაღაცა ორგანიზაციები ან გაერთიანებები, მაგალითად საქართველოში მოქმედი, რომელიც ჩვენთანაც რაღაცა წითელ სიაში უნდა იყოს, ან უნდა არსებობდეს რაღაცა ეგეთი წითელი ნუსხა, ან შავი ნუსხა, არ ვიცი რა ფერის კიდე დავარქოთ თეთრის გარდა, სადაც ძალიან საფრთხილო არის ასეთი სახის მონაცემების გავრცელება. ესეთი სია არ არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ თეთრი სიის ქვეყნების გარდა, რაც არის, მათთან საფრთხილო არის მონაცემების მიმოცვლა. ესე ითვლება. ესე კონკრეტულად რაღაც შავი სიის ქვეყნების შესახებ ინფორმაცია ხმე არ მაქვს, თუმცა არსებობს ახლა რაღაცა დაყოფაც ხო, ახლა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს დავუბრუნდები, ის არ არის თეთრი სიის წარმომადგენელი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი პარტნიორია და შესაბამისად ვიცით, რომ ანუ მასთან გააცვლილი ინფორმაცია რაღაცა უსაფრთხოების გარანტიებში ჩაჯდება და ჩვენ შეგვიძლია რომ ვთხოვოთ, რომ იგივე გარანტიით მოხდეს უსაფრთხოების დაცვა, როგორც მინიმუმ ჩვენთან არის და ეს არ წარმოადგენს პრობლემას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, მაგრამ როდესაც მაგალითად ვსაუბრობ რა ვიცი, აი მაგალითად ჩინეთზე, ჩინეთი არის პერსონალურ მონაცემების დაცვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სარისკო ქვეყანა, იმიტომ რომ ძალიან ყიდის პერსონალურ ინფორმაციას პირდაპირ ვთქვათ. მათთან ამისი გარანტია ვერ გვექნება. მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები, მონაცემთა სუბიექტს, მაგალითად, ვის შესახებაც ხდება მონაცემების დამუშავება. თუ მას სურს, რომ ეს ინფორმაცია გადაეცეს ასეთ ქვეყანას, რა თქმა უნდა აუხსნათ, რომ ესეთი საფრთხეები არსებობს, მაგრამ თუ მაინც სურს, რა თქმა უნდა, ხა ამაში ხელს ვერ შეუშვით. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ახლა ცოტა გადახვევა გამომივა, საერთოდ, როდესაც რაც უფრო მეტ მონაცემს ამუშავებს, იქნება ეს საჯარო დაწესებულება, კერძო ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირიც კი, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მონაცემების შენახვაზე, შეგროვებაზე, დამუშავებაზე. შესაბამისად, უფრო მეტი თავისკირვილია, აი ამიტომ მოცულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ იმას მეტი არ დავუმუშავოთ, რაც გვჭირდება, იმიტომ რომ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე, როდესაც იმაზე მეც ვამუშავებთ, რაც არ გვჭირდება და ნუ თავისთავად ესეც სამართალ დაკავება. და მისი დაცვაც გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს. რა თქმა უნდა, კი. კეთილი, დიდი მადლობა ანა გორგოძე იყო ჩვენთან ერთად. მადლობა და წარმატება. მადლობა თქვენ. რამის დამატება ხო არ გინდა? ანუ აქ ჩვენ დავასრულეთ პრინციპში და მე მართლა ძალიან უსასრულოდ შემიძლია ამაზე საუბარი. სხვათა შორის კანონში არის გამონაკლისი თავდაცვის მიზნები. თუ გნებავთ მაგაზეც ვისაუბროთ, თავდაცვის. აი ხა გიხსნით. მაგალითისთვის, როდესაც ხდება, აი ხო გვაქვს კონსტიტუციაში, რომ საომარი საგანგებო მდგომარეობის დროს, აი კონკრეტული უფლებები არის ჩამოთვლილი, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს. კი ბატონო. დაახლოებით იგივე არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხითაც. ანუ ეს კონკრეტული კანონი არ მოქმედებს, მაგალითად, როდესაც ხდება სამხედრო მოსამსახურის გადასროლა მაგალითად ავღანეთში. იმიტომ რომ იქ უკვე სპეციალური კანონმდებლობა მოქმედებს. ოკეი, კაი, ეს დაუტოვოთ ახლა იმას, რა ქვია, თავდაცვის სამინისტროს ნამეტანი არ იეჭვიან. ანუ უღრმესი მადლობა.